ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში პროექტ შემოქმედებითი ზაფხულის ფარგლებში შექმნილი აფხაზური თემატიკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დევნილი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრები. დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა კალიგრაფიისა და კერამიკის მასტერკლასები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ძაგანიამ პროექტის მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადასცეს და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. დავესწარით პროექტ შემოქმედებითი ზაფხულის შემაჯამებელ ღონისძიებას, სადაც დავიჯილდოვეთ ახალგაზრდები. მსგავსი პროექტების საშუალებით მათ აუცილებლად გაუღრმავდებათ ცოდნა. აფხაზეთის მთავრობა და კონკრეტულად სამინისტრო მსგავს ღონისძიებებს აუცილებლად პრიორიტეტულ საგნად განიხილავს. ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ, რომ ეს საქმე ყოფილიყო ძალიან საინტერესო, მიმზიდველი და ამავე დროს ბავშვებისთვის ყოფილიყო იმდენად შინაარსობრივი, რომ მათ კიდევ მოუნდათ, რომ გააგრძელონ ამ პროექტში მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო შესაძლებლობა არის არა მარტო ახალი სფეროს და უფლების და ახალი ადამიანების გაცნობისა, არამედ ჩვენი კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ოდითგანვე რაღაცა ძირძველი ხელობის სწავლა, თითქოს კავშირი არის რაღაც ხიდი ეპოქებს შორის და რაღაც სხვანაირად გაგრძნობინებს თავს, როდესაც მუშაობ თიხაზე, ან თუნდაც ქმნი ესეთ შესანიშნავ ნამუშევრებს, რაც არის აქვს წარმოდგენილი.